იუსტიციის ახალი მინისტრის საკანონმდებლო ინიციატივებს ყოფილი მმართველი გუნდის უკმაყოფილება პრეზენტაციისთანავე მოხდა. იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტის ორი პაკეტი წარადგინა. პირველი მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალური რეფორმას გულისხმობს, მეორე კი ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში. მოსალოდნელი ცვლილებებით იზღუდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებებიც. საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტის მიღების შემთხვევაში შეიცვლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი. გაუქმდება პრეზიდენტის უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის დანიშვნის შესახებ და შეიზღუდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებაც. დღეს თუ ჩვენი სასამართლოები სავსეა იმ მოსამართლებით, რომლებსაც დაუსჯელობის სინდრომი ახასიათებთ, ეს იმის ბრალია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბატონი კუბლაშვილის მეთაურობით, იმიტომ რომ კანონია ცუდი, ვერ ახერხებს მოსამართლეების რეალურად სანქცირებას, როდესაც ისინი უკანონო ან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. მეორე ინიციატივა სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას გულისხმობს. შთანთქმის პრინციპის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ, მაგალითად გვაქვს ერთის მხრივ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მეორე წლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მეორე დანაშაულისთვის საბოლოო ჯამში კი არ იკრიბება და 7 კი არ ხდება, რჩება 5. კანონპროექტს მხარს არ უჭერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჩვენ გვაქვს ასევე რამდენიმე სხვა ცვლილება მომზადებული. ეს ყველაფერი ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა სწორედ იმ მიზნით, რომ ეს ყველაფერი აძლიერებს სასამართლოს დამოუკიდებლობას. მაგრამ ის, რაც შემოგთავაზეს ახლა, ის პირიქით კუბლაშვილისაგან განსხვავებით ცვლილებებს დადებითად აფასებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. წარმოქმნილი კანონპროექტი მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი და დიდწილად ასახავს ჩვენს რეკომენდაციებს. ის ემსახურება სასამართლო ხელისუფლების სისტემაში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელმაც უნდა გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლებისაგან, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობა თავად სასამართლოს შიგნით. გარდა ამისა, კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტი სასამართლოს პროცესებზე მედიის დაშვებას გულისხმობს.